მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთოთ საჯარო გაშლა რა გადაწყვეტა თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა თქვენთან დაკავშირებით. მას ასე წარმოთქვით მისი სახელი და გვარი და მოდი ვნახოთ ვინ არის, რა ენერგიებშია, რას გრძნობს, რას ფიქრობს, რას მოიმოქმედებს და რა გადაწყვეტილება მიიღო საბოლოოდ თქვენთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო და ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენ თქვენთვის, მაშ ასე დავიწყოთ. ვინ არის ის? წარმოთქვით მისი სახელი. რომ ხელა ტრანსფორმაციაში გადის ჩემო ძვირფასებო სიკვდილის არკანში ამოდის ეს არის ხელახლა დაბადება ძალიან მტკივნეული ტრანსფორმაციები, ბევრი სცენარი, რომელიც ფეხებით არის მის ცხოვრებაში ჩამოკიდებული, კარგი მანიპულატორია სხვათა შორის, ძალიან კარგი მატყუარაა და ძალიან კარგი მანიპულატორია, ზუსტად იცის როგორ იმოქმედოს, რომ მოხდეს თქვენი მორჩილება მისი მხრიდან სხვათა შორის. არ გამოუვრიცხავ ასაკი თქვენზე პატარა იყოს, რომც არ იყოს, ანუ საქციელები აქ იმდენად უპასუხისმგებლო და იმდენად პატარა ბავშვი, ვიცით თითქოს აი არ გაიზარდა, ვერ გაიზარდა ეს მისი შეგნებით, მისი ხვეცნობიერით, ვერ გაიზარდა მისი საქციელით და ასე შემდეგ. თუმცა პირდაპირ მნიშვნელობით შემიძლია განსაზღვრო ისიც, რომ შესაძლებელია ასაკის თქვენზე პატარაც იყოს ნამდვილად. კიდევ რა ენერგიებში ხარ? სიყვარულის ენერგიებშია. არის სცენარი, რომელიც სხვათა შორის გაშვებული არ ყავს. ვერ გაუშვა. ნახეთ, ის შესაძლებელია პირდაპირ მნიშვნელობით თქვენ იყოთ. აქ მისი ხვეცნობიერიც, მისი გულიც, მისი სულის ნაწილია ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია, რომელიც მნიშვნელოვნად ღირებულია მისთვის და აი თითქოს ეს ეგო, რომელიც ამაღლებული ჰქონდა აი ამ სცენარში, აი ამის ემოციას თქვენ აძლევდით რეალურად. ამის შეგრძნებას, ამ თვითშეფასების ამაღლებას, ამ ეგოს ამაღლებას, აი ამ უზარმაზარი სითბოს ენერგიას, მზე და სიყვარულის დროზე წარმოგიდგენიათ რამ ხელა სითბოს გრძნობდა ეს ადამიანი ამ ურთიერთობაში. ამიტომაც არ არის უბრალოდ მზად იმისთვის რომ გაუშვას ეს ყველაფერი. კიდე რას ფიქრობთ თქვენზე? თქვენი ფიქრობს რომ მზად არის იმუშაოს ამ ურთიერთობაზე. ნახეთ, თქვენი დისტანცია მას ცოტა არ იყოს აოცებს. ეს შესაძლებელია ხმის დრო-ფალი ჰაერის ნიშნები იყოთ, ამის არ ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ერთგვარად ნიშნავს აუცილებლად ურთიერთობაში რაღაცა გარკვეულ პაუზას, მაგრამ ეს პაუზა და ეს სიცივე მოდის თქვენი მხრიდან უფრო ვიდრე მისი მხრიდან, ამიტომ მზად არის იმუშაოს ამ ურთიერთობაზე. აქ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ბევრი თქვენთაგანი სამკუთხედს განიხილავდეს და არის სამკუთხედში, იმიტომ რომ მეგობრებო, აქ არჩევანი ორიენტასები კი ბატონო ემოცია, თუმცა ხშირ შემთხვევაში არჩევანს აღნიშნავს. ამიტომ აი ეს სამიანი ხმალი თქვენს ურთიერთობას აქვჭებს, ნიშნავს რომ მესამე პირები ერევიან. კიდევ გრძნობები რა გაქვს? ძალიან დიდი შიში აქვს, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად დაასრულებს თქვენს აი ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ თქვენ ხართ აბსოლუტურად ღირსი აი ამ სიყვარულის, აი ესეთი მსგავსი ურთიერთობების, ნამდვილი პარტნიორის, რასაც იმპერატორი ქვია და რეალურად შიში აქვს იმის, რომ ჩვენი დღეს არ მოგადგეთ მსგავსი იმპერატორი, რომელიც წაართმევს იმ რესურსებს თქვენთან დაკავშირებით, რაც აქვს. უკლეთ აი, მოგეუბნებით ძალიან კარგი მანიპულატორია. არაჩვეულებრივი მანიპულატორია. კარგი, მოდი ვნახოთ ახლა ესეთი რაღაცა. გეგმა რა აქვს თქვენთან დაკავშირებით. თქვენ გბაძავთ სხვათა შორის. როგორც თქვენ იქცევით, ისე იქცევა ისიც ნოსტალგია აქვს, საოცარი ნოსტალგია აქვს წარსულის. ძალიან უნდა ამ წარსულში დაბრუნება, სადაც ორი პატარა ბავშვი თვალებით ერთმანეთს ეფერება. ნახეთ. იმ ღრმა წარსულის ნოსტალგია აქვს. გეგმა რა აქვს, რომ აი ეს პენტაკლების დედოფალი, რომელიც იყო და რომელსაც ძალიან ადგინა, საკმაოდ დიდი ხნის უკან. შესაძლებელია უახლოესი პერიოდი 6-დან 9 თვის ტენდენცია განვიხილო ყველასთან არ არასაკურველია, მაგრამ აი განსაკუთრებით ვინც აი ამ პერიოდს გადიხართ, მტკივნეულ პერიოდს, ორიცხლიანი განმავლობა, ჩემო ძვირფასებო, აი ამ სცენარზე გამარჯვებები უნდა. აი ამ მტკივნეულ სცენარზე, აი ამ წარსულზე, იქ სადაც იყო გაურკვევლობები, იქ სადაც იყო ხისტი ენერგიები, სადაც ბევრი კითხვის ნიშანი, რაზეც პასუხები არ ჰქონდათ, უზარმაზარი დეპრესიული ფონი, აქ ციკლი დახურა აი ამ ენერგიებმა, პარალელურად აღნიშნავ აუცილებლად როგორ უნიკალის ენერგიაც თამაშობდა ურთიერთობებში მესამე პირებიდან, ამიტომ ჰქონდა გონება არეული, იყო ილუზიებში, შესაძლებელია თუ ის ქორწინებაშია, ქორწინებიდან მოდის მასზე მაგიური ზეგავლენები, ჩემო ძვირფასებო, იქ მისცეს შანსი ერთმანეთს, რომ ეს ქორწინება ხელახლა ახალ ლეველზე გადასულიყო,
ბედის ბორბალს მიანდეს ეს ყველაფერი, მაგრამ საბოლოო არჩევანი ამ კაცის მხრიდან მაინც არ არის გაკეთებული. ხო, განაჩენი გამოუტანეს იქ წარი, განაჩენი გამოუტანეს, მოკლედ კარგად აფურთხიალებენ ყურებით რა, მაგრამ ეს არის მაგიის შედეგი და არა სიყვარულის ან ემოციის შედეგი დამერწმუნეთ. ერთი რამ შემიძლია თავმოდ გითხრათ ყოველთვის, რომ ერთადერთი მაგია, რასაც ვერაფერს ვერ უშვება, ეს არის გრძნობა. რაც არ უნდა დაუკეტონ გზები თქვენამდე, რაც არ უნდა აურიონ გონება, რაც არ უნდა შეუქმნან დისკომფორტი ურთიერთობაში მაგიის საფუძველზე, ხო, მესამე პირებთან, თუ მას გულწრფელი ემოცია აქვს თქვენს მიმართ, სიყვარულს ვერაფერს ვერ უშვება. ვერაფერს. კარგი, რეალური ნაბიჯები რა იქნება? რეალური ნაბიჯები რა იქნება? ჯერ წონის რაქნას. ხო, ნუ აი ოჯახში ჭერში იჭერენ, თუ ის ქორწინებაში არის შესაძლებელი დედას განვიხილვა ამ შემთხვევაში მეგობრებო ისე. ჭერში იჭერენ აი ამეშმაკის ენერგიის საფუძველზე, რეალურად გეგმა არ იცის შე რა აქვს, იმიტომ რომ აბსოლუტურად შეზღუდულია, აბსოლუტურად დაჭერილია, თითქოს საჭირო დროს და მომენტს ელოდება იმისთვის, რომ რაღაცა ნაბიჯები გადმოდგას. არ გამოურიცხავ თუ ძალიან მოიტომებთ მასთან სერიოზული კონფლიქტის ენერგიაც არის ჩემი ძვირფასებო, თუმცა უნდა რომ რაღაცა გადმოდგას, ნაბიჯი გადმოდგას, რაღაცა შემოგთავაზოთ, რაღაცა დაიწყოს, მაგრამ ნიშნიათ რომ თავზე არ ჩამოამხოთ ყველაფერი და ვარსკვლავი ნიშნავს მაინც მენტალურ და ფიზიკურ სიშორეს, რაც არ უნდა მოხდეს, რაღაცა გარკვეული სიშორე არის, ამიტომ ის წინააღმდეგობები საკუთარ თავთანაც აქვს. სექსუალური ენერგიები უფრო არის მიტრიალებული სხვა პარტნიორისგან, ეს არის, ესე მანახებს, აი რაღაცნაირად განიხილავს ახალ ურთიერთობებს, რაღაცა ან ახალ ეტაპს იმ ძველ ურთიერთობებში, სადაც ამ კუთხედი ამცობად განვიხილავ ამასთან დაკავშირებით, ვინც გააკეთებს წმენდის რიტუალები, უდაოდ ხდება ცვლილებები, ნახეთ წმენდის რიტუალები და აი სამხურეული ნაპირი უდაოდ იცვლება 7 ნაპირისკენ და რეალურად შეცვლის ეს ტენდენციებს თქვენს ურთიერთობაში, ჩემო ძვირფასებო. ძალიან კარგი იქნება, ვინც წმენდები გააკეთეთ, ძალიან აქტიური გახდება თქვენი პარტნიორი. აუცილებლად აი ეს წინააღმდეგობები, რაც არის დღესდღეობით ურთიერთობაში, უმოკლეს პერიოდში დამთავრდება. ეჭვიანობს თქვენზე, საოცრად ეჭვიანობს, ძალიან ეჭვიანობს. ფიზიკური მდგომარეობა არასთვის ესახარბიელო და 4 დღის პერიოდში, 4 დღე, 4 რიცხვი, 4 კვირის პერიოდში გაიგებთ მისი ამყოფობის შესახებ, აქ რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა არის აუცილებლად. იმასაც გეტყვით, რომ ეს ამაპირები სადაც ხდება მაგიური ზაკავლენები, იცოდეთ რომ დღესდღეობით გამარჯვებას აღნიშნავენ, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ ეს გამარჯვება მათი წილი იყო, თუმცა არასწორი ხერხებით და გზებით რასაკვირველია. ბუმერანგი რა იქნება ამ პროცესში, ბუმერანგი რა იქნება მათთვის ძალიან მალე გაიგებთ ხოთე შორის ამ ბუმერანგთან დაკავშირებით ამ ქალმა, რომელმაც იმოქმედა ამ კაცზე მაგიურად ძალიან სერიოზული პრობლემები დაეწყება საკვერცხე, საშვილოსნო, მკერდი და ასე შემდეგ. არც იმას გამოურიცხავ, რომ აქ რაიმე სიმსივნური დაავადებები ან მოსაჭრელი არ გაუხდეს. რამე ეს იქნება ერთგვარად მოუწევს ფულების, ეს იქნება გადახდა ვალი იმ რაღაცა ზეგავლენებისგან, რაც მან გააკეთა. არა მარტო ფიზიკურ დონეზე აღმოჩნდებიან კრიზისში, არამედ ფინანსურ დანაკარგებშიც და მათ შორის ურთიერთობა დაემსგავსება ძალიან ტრამვირებულს და ძალიან ხარებს. წარმატებებს გესურვებთ ჩემო ძვირფასებო, მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.